გამარჯობა მეგობრებო, მის მინაზე ვიწყებთ ახალი გადაცემების ციკლს, რომელშიც მოკლედ ვისაუბრებთ კვირის აქტუალურ თემაზე და დღეს ვისაუბრებთ დუშენის სინდრომზე ექიმ გიორგი ახობაძესთან ერთად. გიორგი, თუ შეგიძლია რომ მოკლედ გითხრა, რას წარმოადგენს დუშენის სინდრომი, რა სამკურნალო პრეპარატები არსებობს და რა შეუძლია გააკეთოს ქმედით ხელისუფლებას ასეთ შემთხვევებში. ხო, დუშენის სინდრომი არის მძიმე გენეტიკური დაავადება და რო არ დავაბნიოთ ესე ვთქვათ ადამიანებს ფიზიოლოგიით და ბიოქიმიით, მარტივად რო ვთქვათ, არის ერთ-ერთი ნივთიერება კუნთებში, ცილა, რომლის ესე ვთქვათ საწარმოებლად საჭირო ინფორმაცია გენეტიკურ კოდში არის დაზიანებული და ის იწარმოება ისეთი ფორმით, რომ ფუნქცია აქვს დაკარგული და ამ ფონზე, ანუ ასეთი ნივთიერებათა ცვლის ფონზე, ესე დავარქვათ, ბავშვები, რომლებიც იბადებიან ამ სინდრომით, დროის გასვლა, ასაკის მატებასთან ერთად, მათი კუნთოვანი ქსოვილი ჩანაცვლებას განიცდის ცხიმოვანი ქსოვილი, ცხიმოვანი ჩანართების და კუნთოვანი ქსოვილის განლევა ხდება დისტროფიაც, ამიტომ ქვია რა დუშენის კუნთოვანი დისტროფია, ასე ქვია ამ სინდრომს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ნებისმიერი ორგანო ან სტრუქტურა, რაც კი რამე არის სხეულში, რომელშიც არის კუნთი, განიცდის შესაბამის ფუნქციურ გაუარესებას და მე გარკვეულ პერიოდში უკვე დგება ისეთი მომენტი, როდესაც ეს გაუარესება იმდენად მძაფრი და იმდენად მძიმეა, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელ კონდიციამდე მივყავართ და ამა თუ იმ მიზეზის გამო და უფრო რაც მათი ესეთი ექიმები, რომლებსაც კონტაქტი ქონიათ ასეთ პაციენტებთან, აქ ლაპარაკი არის მიოპათიებზე, ანუ გულის უკმარისობაზე, ლაპარაკი არის პლუს მე აქ როგორც მკურნალობის, ასე ვთქვათ, მკურნალობაც არ არის ესე ვთქვათ გადავადების ამ გართულებების გადავადების მკურნალობა რაც არის იმის ფონზე ხერხემლის დაზიანების გამო ვთქვათ იქ ფილტვის ქსოვილი ზიანდება, იმიტომ რომ გულმკერდი ფორმა სიცვლის და ზეწოლა ხდება ფილტვზე, იჭყლიტება და მათ შორის ზეწოლა ხდება გულზეც და ისიც იჭყლიტება და ამ სხვადასხვა გართულებებს, ამ კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების შედეგად გამოვლენის სხვადასხვა გართულებებს საბოლოო ჯამში მივყავართ სამწუხაროდ ლეტალურ გამოსავლამდე. რაც შეეხება მკურნალობას, ამ დაავადების მკურნალობა, როგორც ესეთი, რასაც მკურნალობას დავარქვევთ და არა მართვას, მოდი ესე ვთქვათ, ქრონიკული დაავადებები უფრო ხშირ შემთხვევაში, რაც გვაქვს ახლა დღეს მედიცინაში იმართება, ანუ ვცდილობთ, რომ ისეთ კონდიციაში ვამყოფოთ ორგანიზმი, რომ გართულებები, რომელსაც ქრონიკული დაავადება იწვევს, არ იყოს სიცოცხლისთვის საშიში და მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ სიცოცხლის ხარისხი, ამას ქვია უფრო დაავადების მართვა და მეორე ვარიანტია, როდესაც დაავადებას მკურნალობ, ანუ ის იყო და აღარ არის. რაც შეეხება მკურნალობას, ამ ეტაპზე მუშაობა მიდის მხოლოდ სამკურნალო საშუალებებზე, ანუ ისეთი სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ დაავადებას უბრალოდ მოარჩენდა, ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ტექნოლოგიურ, ასე ვთქვათ, რაღაცა ძალიან ძლავრ წინსვლასაც ბოლო წლებში აქვს არა მარტო მედიცინას, არამედ ზოგადად ტექნოლოგიებში და ცოდნაში და შესაძლებლობებში, ციფრულ შესაძლებლობებში, ფიქრობ, რომ თეორიის დონეზე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბიოქიმია, ფიზიოლოგია და გენეტიკური, ესე ვთქვათ, მოლეკულური გენეტიკა ესმის, ის გვეტყვის, რომ კი შესაძლებელია თეორიულად ამ დაავადების მკურნალობა და რას გულისხმობს, რომ ის გენი, რომელშიც ჩაწერილია ამ ცილის საწარმოებელი ინფორმაცია, გავასწოროთ გარედან ჩარევით. ეს არის მკურნალობა. და ასეთ პრეპარატებს, ესე ვთქვათ, გარკვეული გენეტიკური ნაირსახეობების დროს დღეს გვთავაზობს უკვე მედიცინა, ოღონდ ეს არ არის, როგორ გითხრათ, ისეთი რომ ვთქვათ, რომ აი всё გამოვიგონეთ ეს მორჩა გამოვიგონეთ ეს პრეპარატი და უკვე დუშენის კუნთოვანი დისტროფია არის განკურნებადი დაავადება. ეს უბრალოდ არის პირველი ნაბიჯი და პირველი კარი, რომელიც გააღო მეცნიერებამ, რომელიც დასაბამს მიცემს იმას, რომ აუცილებლად მივა ეს კვლევების პროცესი იქამდე, რომ მივიღებთ პრეპარატს, რომელიც ამ გენს გაასწორებს და ასეთ პაციენტებს უკვე სიცოცხლისთვის საშიში გართულებები კი არა და ჩვეულებრივთან ახლოს მყოფი ხარისხით იცოცხლებენ. ეს რაც შეეხება გენურ პრეპარატებს, ასეც მიდის ლაპარაკი, ყველაზე ზვირიანები, რომელიც არის სხვა სახის მკურნალობები, რომელსაც ეგზონის ამოგდება ქვია, რომელიც შედარებით ამ პრეპარატების საშუალებით ხდება შედარებით ფუნქციური ცილის აშენება, ანუ აი ამ შეცდომებს, რომელიც ამ ინფორმაციაშია იმას ტოვებს და უფრო ფუნქციის მქონე სტრუქტურას აწყობს, ანუ ამ ეხმარება უჯრედს, რომ აწყოს უფრო ფუნქცია შენარჩუნებული სტრუქტურა ამ ცილის, რომ შემდგომ კუნთების გადაგვარება და დაზიანება არ მოხდეს იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც თქვა მკურნალობის გარეშე ხდებოდა. ეს არის დაავადების მართვა, რაზეც ვლაპარაკობთ, ასევე მართვა არის ის, რომ კონკრეტული პრეპარატები დღესდღეობით რაც გამოიყენება, თქვა სტეროიდული პრეპარატები
ამ სტეროიდული პრეპარატების ფონზე დაავადების მიმდინარეობას ვაფერხებთ, ვანელებთ, ან პროგრესირებას ვანელებთ და შესაბამისად თანამედროვე მიდგომებით და თანამედროვე პროტოკოლებით მივედით იქამდე, რომ თუ სასიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 20 წელი ასეთ პაციენტებში, უკვე დაახლოებით რაღაც ბოლო 10 წლების მანძილზე ისე დაიხვეწა, ესე ვთქვათ, მართვა ამ დაავადების, რომ დაახლოებით 30 წლამდეც გახანგრძლივდა ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების სიცოცხლე. რაც შეეხება სახელმწიფომ რა უნდა აკეთოს, ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, პირველ რიგში მოდი შევეხოთ ფინანსურ ნაწილს. ნუ იმ ნაწილს აღარც ვეხები, რომ ამ სახელმწიფომ უნდა ადამიანებზე იზრუნოს, მეგონი ამაზე ჩვენ ვთანხმდებით სამწუხაროდ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამაში არ გვეთანხმება, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი და რომ დავუშვათ, რომ ნება არსებობს, პოლიტიკური ნება არსებობს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთ პაციენტებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა ამ თავის დაავადების მართვაში. პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, აქვს თუ არა სახელმწიფოს ამის საშუალება ფინანსური, ერთის მხრივ ეს და რისი საშუალება აქვს. რას გულისხმობ? ანუ ეს ბავშვები ასაკის მატებასთან ერთად უკვე დგებიან სხვადასხვა საჭიროებების წინაშე, არის ეს ეტლი, არის ეს სასუნთქი აპარატი, სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები, ეს კუნთოვანი სისტემის, კუნთოვანი, მყესოვანი და იაგოვანი სისტემის, ეს ვთქვათ, ფიზიოთერაპია დავარქვათ, ან რეაბილიტაციური ზრუნვა მათზე. სხვადასხვა საჭიროებები აქვთ, რომ აი ეს რაზეც წეგან საუბრობდი, რომ სისტემურმა მიდგომამ თანამედროვე პროტოკოლებმა მიიყვანა იქამდე, რომ სადაც 10 წლით გაიზარდა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა, აი ამას გულისხმობ. ისეთი მონიტორინგი ჩაუტარო ამ პაციენტებს, რომ იცოდე მათი სასიცოცხლო ორგანოთა ან ორგანოთა სისტემების შესახებ ინფორმაცია გქონდეს, რა სისწრაფით მიდის გაუარესება ფუნქციების, რაში შეგიძლია დაეხმარო, როგორ შეიძლება შეაფერხო ამა თუ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს გაუარესება, ფუნქციის გაუარესება და მანდ ჩაერიო. პირველ რიგში არის ეს პირველი საჭიროებები მონიტორინგი, შესაბამისი სპეციალისტების გუნდი, რომელიც ეს მულტიპროფილური, ესე ვთქვათ, დახმარება ჭირდებათ ამ პაციენტებს, რომ ყველა დარგის წარმომადგენელმა თავის საქმეს მიხედოს ამ მონიტორინგოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმას, რომ არ მოხდეს დაავადების, უბრალოდ ხელი შეუშალოს იმას, რომ არ მოხდეს დაავადების პროგრესირება და ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენი სახელმწიფოს უეჭველი შეუძლია და ეხლა უკვე გვაქვს ამ მოცემულობაში ის, რომ გვაქვს ბოლო წლების მანძილზე გვაქვს პრეპარატები, რომლებიც როგორც გენურ თერაპიას გულისხმობენ, ასევე ეგზონის ამოგდებას და ასევე არის ანუ სტეროიდის მსგავსი ნივთიერება, ისე ბიოქიმიაში არ შევალ და ფარმაკოლოგიაში ამ პრეპარატის, უბრალოდ ესე დავარქვათ, ის რისთვისაც ხმარობენ დღეს ექიმები სტეროიდებს, ანუ ეს არის ჰორმონალური პრეპარატები, ეგეთი ფუნქციის შესასრულებლად არსებობს პრეპარატი ვამოროლონი, რომელიც კვლევებში აღმოჩნდა, რომ ატარებს პოზიტიურ თვისებებს ასეთი პაციენტებისთვის და ის ნეგატიური გვერდითი ეფექტები, რომლებიც მის სხვა, ასე ვთქვათ, ბიძაშვილებს აქვთ, რომელიც დღეს გამოიყენება მათ შორის საქართველოშიც, ის გვერდითი ეფექტები არის მინიმალიზირებული. ანუ ის, რომ ბავშვები უფრო დიდხანს რჩებიან ფეხზე მოსიარულე და არ ხდებიან ეტლზე მიჯაჭულებიან საწოლზე. ის, რომ აი ამ სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების შედეგად გამოწვეული სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიცოცხლის ჯანმრთელობის გაუარესება აღარ ემართებათ, ანუ დისოციაციურ სტეროიდს ეძახიან ლიტერატურაში, რაც ნიშნავს ეს დისოციაციამ გაყოფას ნიშნავს, ასე ვთქვათ, დაყოფ ეს ერთი მთლიანი რაღაც პრეპარატს თუ ქონდა ფუნქციები კარგების და ცუდების და ერთ მთლიანში იყო, ისეთ რაღაცას მიაღწიეს მეცნიერებმა, რომ გაიყო ეს ორი, ასე ვთქვათ, ნაწილი, პოზიტიური ზემოქმედება და ნეგატიური ზემოქმედება და ნეგატიური ზემოქმედებები არის მინიმალიზირებული და უფრო წინ წამოწეული არის პოზიტიური ზემოქმედება. ის რაც ჭირდებათ ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვებს. ყველაზე ამ პრეპარატებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომი ეს პრეპარატია, აბსოლუტურად თავისუფლად აქვს ჩვენს სახელმწიფოს დღეს იმის საშუალება, რომ ეს პრეპარატი ყველა ბავშვს ჰქონდეს და ეს პრეპარატი მათ შორის ერგება აბსოლუტურად ყველა ბავშვს. ყველა ბავშვს და მოზარდს, რომ სხვადასხვა ასაკში არიან ეს პაციენტები. და რაც შეეხება იმ დანარჩენ ორს, უფრო ასე ვთქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიების შედეგად მიღებულ პრეპარატებს, ასე ვთქვათ, რაღაც გენურს და გენზე ზემომქმედ პრეპარატებს, ის არ ერგება ყველა პაციენტს, ის კონკრეტული გენეტიკური ნაირსახეობების მიხედვით კონკრეტულ პაციენტებს ერგება, ზოგი წამალი რაღაც პაციენტების 13%-ში გამოიყენება, ზოგი 7-ში, ზოგი 8-ში, ანუ სხვადასხვა ინდივიდუალური მიდგომა ჭირდებათ. ხო, აი ეს არის ვთქვათ, რაც შეგვიძლია ამ პაციენტებს გაუკეთოთ და როგორც აღმოვაჩინეთ სამწუხაროდ, რომ საზოგადოებას ამაზე ინფორმირება
შეფასება არ ქონდა და არც ამ მშობლების ხმა არ გვესმოდა ჩვენ, თურმე ისინი კონტაქტზე იყვნენ სამინისტროსთან და დიდი ხანია უკვე ითხოვენ, რომ რაღაც უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაედგა სახელმწიფოს მათ დასახმარებლად. ჩვენ ეს არ ვიცოდით ამის შესახებ, ეხლა გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ მას მერე რაც ესე დაგვიანოს ეს დიდი ზარზეიმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მოქალაქეებს ეუნებიან, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდა ჯანდაცვაზე, ისე აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტებისთვის არანაირი ხელმისაწვდომობას თურმე არ გაზრდილა და ის რაღაცა ელემენტარული საჭიროებები, რომლებიც უბრალოდ გულისხმობს მონიტორინგს და სხვა სპეციალისტის ჩარევას ამ დაავადების მართვაში და ასე შემდეგ, არ ყოფილა ხელმისაწვდომი. მათ შორის არ იყო ხელმისაწვდომი პანდუსები, ან რაღაცა პატარა ლიფტები, ან რაღაცა ისეთი, რომელიც დაეხმარებოდა ასეთ პაციენტებს სახლიდან გამოსვლაში, იმიტომ რომ ვიცით ეხლა უკვე რომ არსებობენ პაციენტები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ რომ აპარატურა არ აქვს ამისი და ინფრასტრუქტურა ეს საცხოვრებელი სახლის სადაც ცხოვრობენ, არ იძლევა საშუალებას რომ ეს ადამიანები უბრალოდ სახლიდან გამოვიდეს და ეს არ ვიცი, ეს გავიაზროთ როგორია რომ პატიმრობაში ხარ მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს რომ შენთვის გამოსაყოფი ფულით ვილა აეშენებინათ ესეთ სიტუაციაში ვარ. კი ბატონო და გიორგი იმ არგუმენტზე რაც იტყოდით რაც ხშირად აღჟღერებს ჯანდაცვის მინისტრი სარჯოლაძე, რომ სერტიფიცირებული არ არის ეს წამლები. სერტიფიცირებებს რაც შეეხება, ეს წამლები სერტიფიცირებულია საკმაოდ ავტორიტეტული არა თუ ავტორიტეტულს ვიტყოდი, მე არ მეგულება კეთილსინდისიერი ექიმი, რომელიც არის განათლებული და განათლებას იღებს დასავლური ლიტერატურიდან და დასავლური სამეცნიერო წყაროებიდან, არ მეგულება ისეთი ექიმი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ FDA-ის ავტორიზაცია რომელ პრეპარატსაც აქვს, ამ პრეპარატს ის არ ენდობა. იმიტომ რომ ყველა ექიმისთვის ცნობილია რა დონეზე არის მედიცინა ამერიკაში, რა დონეზე არის მეცნიერება ამერიკაში, ჩვენ ყველა ალბათ აი ლიტერატურის 99% რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, არა მარტო ჩვენ თემ სოფლიოში არის ამერიკული და თუ პრეპარატებსაც ავიღებთ, არსებობს მაგისთვისაც სპეციალური წიგნები, სადაც ეს პრეპარატებია თავმოყრილი, არსებობს ციფრული წყაროები, ასე ვთქვათ, ექიმებისთვის და იქ ანუ ჩვენ ხელმძღვანელობთ პრეპარატებით, რომელიც არის FDA-ის მიერ ავტორიზებული. ამას დაემატა მათ შორის ევროპის, ასე ვთქვათ, რაღაცა მედიკამენტების სააგენტო და აქ ორივე შემთხვევაში არის ცალკეულ ქვეყნებს აქვთ თავისი როგორ ვთქვათ, ინდივიდუალური ავტორიზაციები. რომ გადავხედოთ რომელ ქვეყნებს და რომელ ორგანიზაციებს აქვთ მწვანე ანთებული ამ პრეპარატებისთვის, ყველასთვის ცხადია, განსაკუთრებით ექიმებისთვის, რომ აქ რაღაც ავტორიზაციის პრობლემა ნამდვილად არ დგას და ეს თითქმის დახვეული მიზეზია, რომელთაც ცდილობენ რომ მოატყუონ როგორც მშობლები, ასევე მოქალაქეები, რომ ისინი ზრუნავენ პაციენტების უსაფრთხოებაზე და რომ ეს პრეპარატები რაღაც საფრთხის შემცველია ან არაეფექტურია. ჩვენზე გაცილებით დიდი ცოდნის მატარებელი სამედიცინო სისტემები და ექიმები უკვე პრაქტიკაში იყენებენ ამ პრეპარატებს და მათ მიერ ესე ვთქვათ ჩატარებული მკურნალობის შესახებ ასევე გვაქვს სტატისტიკური მონაცემებიც და რა პოზიტიური და რა ნეგატიური შეიძლება მოიტანოს ამ პრეპარატება ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, რომელიც საკმარისია იმისთვის, თუნდაც რომ როდესაც პაციენტი გამოთქვავს სურვილს, რომ თუნდაც ბოლომდე როგორ გითხრათ, თუნდაც ეს რაღაცა დიდი მასშტაბური ინფორმაციის არ მქონე პრეპარატი მიიღოს იმისათვის, რომ იქნებ სიცოცხლე გაიხანგრძლივოს. ჩვენ სხვა გადაცემაში ვისაუბრეთ ამაზე და მე რომ ვიყო პაციენტი, რომელიც მე რომ ვიცი, რომ გარანტირებულად მაქვს კონკრეტული დრო იმისათვის, რომ ამ დედამიწაზე ვიარო ცოცხალი, მე როგორც ჩემ თავზე ვისაუბრებ და არ მგონია სხვა რომელიმე პაციენტს სხვა აზრი ქონდეს, იმიტომ რომ ქონია შეხება პაციენტებთან, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვს და აბსოლუტურად ყველას უნდა რომ იყოს ცოცხალი, უნდა რომ იცოცხლოს და ამისათვის გარისკავს და გააკეთებს ყველაფერს. და მაშინ როდესაც იცი რომ ამ პრეპარატის გარშე შენ უცილებლად მიდიხარ იმ ფინიშამდე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, არ მინდა რომ კიდე ასე ვთქვათ, შეიძლება მშობლებმაც მოისმინონ ეს და არ ვიმეორო, როდესაც შენ იცი რომ კონკრეტული დრო გაქვს და იმის იქით აღარაფერი აღარ მოხდება, შენ მზად ხარ რომ ის რისკი აიღო შენ თავზე და ეს არ არის არც ჯანდაცვის მინისტრის საქმე და არც ვინმე რომელიმე ჩინოვნიკის. რაც შეეხება ამ პრეპარატებს, გამომდინარე იქიდან რომ ახალი პრეპარატებია და კვლევის პროცესია მათი როგორც პოზიტიური მოქმედებები, ასევე გვერდითი ეფექტები, ასევე უკუჩვენებები და ასე შემდეგ. ეს ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ამ ფორმულების შესამუშავებლად და მერე სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად, დაინტერესებული არიან თავადვე, რომ ამ პრეპარატის შესახებ რაც შეიძლება
დიდი რაოდენობის მონაცემები იყოს მოგროვებული. და როდესაც ხარ ღარიბი სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია თქვა გადაიხადოს რაღაც კონკრეტულ პრეპარატში, შენ შეგიძლია დაეკონტაქტო ამ მწარმოებელს და თუ სურვილი აქვს შენ ქვეყანაში მაცხოვრებელ შენ მოქალაქეებს რომ ჩაერთონ ამ კვლევაში და კვლევის ფარგლებში მიიღონ ეს პრეპარატი, მათ ამაში დაეხმარო. ეს არის რაცაც კიდე ასევე სახელმწიფო არ აკეთებს და ხელს არ ანძრევს ამისთვის, მათ შორის ამ პრეპარატების მწარმოებელმა კომპანიამ გააკეთა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, განაცხადი, რომ იწყებს რაღაც კვლევას, რომელსაც რაღაც კონკრეტული რაოდენობის პაციენტებს თავაზობს ამ მკურნალობის პროცესში ჩართვას. ანუ პირდაპირ აი ამ წუთას მაგიდაზე დევს, როგორც შემოთავაზება ფარმაცევტული კომპანიისგან, ასევე პაციენტები, რომლებიც თანახმა არიან, რომ მიიღონ ეს პრეპარატები, აქ უკვე საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების ჩაბმა ამაში და ისეთი სტრუქტურების, რომლებსაც შესაბამისი კომპეტენციები და მანდატი აქვთ და იმ სპეციალისტების ჩაბმა, რომელსაც მანდატი აქვთ ამ ქვეყანაში ამის გასაკეთებლად, იმ საჯარო მოხელეების, რომელიც მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროში და რომელსაც ევალებათ ასეთი საქმეების კეთება. უბრალოდ ამის ნება არ არსებობს სამწუხაროდ. მადლობა გიორგი. მადლობა.